საქართველოს თასის ფინალი კალათბურთში და გამარჯვებული გუნდი ნახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არმიის გუნდების დაპირისპირება. სპორტის სასახლეში საქართველოს თასის ფინალი გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი არმიის გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი არმიის უპირატესობით დაიწყო და მათ პირველი ტაიმი 33-24 მოიგეს. პირველ ტაიმში არმიელებიდან გიორგი შარაბიძე გამოირჩეოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კალათბურთელებს მასთან გამკლავება უჭირდათ. შარაბიძემ გუნდს პირველ ტაიმში 11 ქულა შესძინა. გამოირჩეოდა არმიის ახალწეული ბუბა ბერიშვილიც, რომლის ანგარიშზეც 15 ქულაა. ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ამ გუნდთან ახალი დამატებული ვარ ამჟამად და ეხა ბიჭებს მანამდეც ვიცნობდი ნათამაშებიც მაგ და ესე უცებ შევეწყოთ ერთმანეთს და აგერ გამარჯვებასაც ერთად ზეიმობ და უბრალოდ ყველა გულშემატკივარს და ძალიან გახარებული ვარ. შეხვედრაზე ყველაზე დიდი სხვაობა მესამე პერიოდში დაფიქსირდა, როცა არმიელებმა 24 ქულით დაწინაურება შესძლეს. მიუხედავად ანგარიშში დიდი სხვაობისა, მატჩი მაინც დაძაბულად მიმდინარეობდა. აქტიურობდნენ გულშემატკივრებიც, რომლებმაც სპორტის სასახლე ბოლომდე გაავსეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერც მეორე ტაიმში შეძლო. მათი ნასროლი ბურთები იშვიათად ხვდებოდა ბადეში. 71 ქულა გავუშვით, რაც ავსებით ნორმალურია. უბრალოდ არ ჩავარდა გარედან. გუნდში არიან საკმაოდ კარგი მსროლელები, სამქულიანი მსროლელები. წარმოვიდგინოთ, რომ პირველ 20 წუთში 18-ში ერთი ქონდა ჩვენ ჩაგდებული სამქულიანი. რაც ასეთი შედეგი გუნდს არასდროს არ ქონია თავისი ისტორიის მანძილზე. გამოვასწორებთ ამას. საბოლოოდ არმიის გუნდმა 20 ქულის სხვაობით 71-51 მოიგო. ორივე გუნდიდან ყველაზე შედეგიანი გიორგი შარაბიძე გახდა. მან თავის კლუბს 17 ქულა შესძინა. ასეთი გუნდი, ასეთი გულშემატკივრები რო ყავს არაფერი არ არის ძველი, ყველაფერი შეგვიძლია. ასახარია ახალი გუნდია და პირველი ტიტული მოვიპოვეთ. ძალიან საპატიოა და ღმერთმა გვიმრავლოს ესეთი მოგებები. წინა შეხვედრა ჰქონდა ძალიან დაძაბული უნივერსიტეტის გუნდთან. დავჯექით, გავარჩიეთ თამაში, გამოვასწორეთ ჩვენი შეცდომები, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში და ვფიქრობ, ყველის დავალება წინვალეთ შევასრულე და რაც აისახა ანგარიშზეც. საქართველოს თასი პირველი ტიტულია, რომელიც არმიის გუნდმა თავისი არსებობის პატარა ისტორიაში მოიპოვა.